4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულია კიდევ 16 პირი. ჯამში შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის 62 მონაწილე დააპატიმრა. სპეცოპერაცია დღეს საქართველოს მასშტაბით გამთენიისას ჩატარდა. აქტივისტები, რომლებიც მცირეწლოვან შულებთან ერთად იმყოფებოდნენ, შეიარაღებულმა სპეცრაზმელებმა აიყვანეს. ისინი დროებითი მოთავსების იზოლატორებში არიან გადაყვანილები. ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გეკა გელაძემ თქვა, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე ძებნა ირაკლი შაიშმელაშვილსა და უცხოეთში მყოფ კიდევ ერთ პირზე გამოცხადდა. კობახიძე, კალაძე, ლაშხი, სარჯველაძე და ოცნების სხვა წევრები უმაღლესი განათლების რეფორმის კომისია, რომელმაც კობახიძის დაანონსებულ ინიციატივაზე უნდა იმუშაოს 15 წევრისგან შედგება. რეფორმის გეგმაზე, რომელიც ახალგაზრდებისთვის ევროპული განათლების შესაძლებლობის წართმევის საფრთხეთ შეფასდა, მსჯელობა უკვე დაწყებულია. ქართული საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო სისტემა ელია ჭავჭავაძისა და ივანე ჯავახიშვილის თაობის კონცეფციებია დაუშვებლად მიმაჩნია ამ ისტორიული კონცეფციის შეცვლა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი კობახიძის ინიციატივას ეხმაურება. უნივერსიტეტი მარტო შენობები არაა, მით უმეტეს გასაყიდად მომგებიანი შენობები, წერს ნინო დობორჭკინიძე. მოსკოვის მახლობლად საავტომობილო ზეთების მწარმოებელი ქარხანა იწვის. ცეცხლის ჩასაქრობად შემთხვევის ადგილას ათეულობით ტექნიკა მუშაობს. ხანძარი 2500 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული.